მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩვენი 10 წუთიანი დიასტაზზე მენჯის ფსკერზე ორიენტირებული კომპლექსი, თუმცა ყველა ქალს გამოადგება, დაბალი ინტენსიური კომპლექსია, ძირითადად პოსტსამშობიარო პერიოდისთვის, დაახლოებით მშობიარობიდან 8-12 კვირაში შეგიძლიათ შეასრულოთ, თუ ეს არის ბუნებრივი მშობიარობა და თუ საკეისრო, მაშინ 12 კვირის შემდეგ. როგორც გითხარით, დაბალი ინტენსიური იქნება და ესეთი პილატესის ნახევრად დაფუშული ბურთი გამოგვადგება. მოდი დავიწყოთ. წვებით აუცილებლად გვერდულად, ანუ ჯერ გვერდზე და შემდეგ ბრუნდებით ზურგზე. ესე. ბურთს ვათავსებთ ფეხებს შორის, ესე ოდნავ ქვემოთ. ხელები დაიწყეთ ნეკნებთან, ესე. ისე რომ ჩასუნთქვის დროს გრძნობდეთ, როგორ ივსება თქვენი დიაფრაგმა და ნეკნები ჰაერით, ხო? ჩავისუნთქავთ ცხვირით. და ამოვისუნთქავთ პირით, ოღონდ მთლიანი გაღებული პირით არა, თითქოს საწყროპი გიდევთ პირში, ისე ძალიან ესე წვრილად ამოვისუნთქეთ. კვლავ ჩავისუნთქოთ. ცხვირით. ამოვისუნთქოთ. თითქოს გრძნობთ, რომ ჰაერი 360 გრადუსზე, როგორც ნეკნები ეკვრის თქვენს სხეულს, ისე ეკვრის ჰაერიც მთლიანად კორპუსს, ხო? იმიტომ ქვია ამას 360 გრადუსიანი სუნთქვის ტექნიკა. კვლავ ჩავისუნთქოთ და ამასობაში უნდა გესუნთქოთ, სანამ მე ვსაუბრობდი. ცხვირით, ამოვისუნთქოთ ეს საწყრობით. ერთხელაც. ამოვისუნთქოთ. საკმარისია. ფეხებით კარგად გვიჭირავს, ბარძაყის შიდა კუნთებით გვიჭირავს ბურთი. ხელები შეგიძლიათ დატოვოთ ნეკნებთან და ნახეთ მოჭერილი ფეხით, ისე რომ ჩავისუნთქეთ. მოვდივართ, ესე ხიდზე და ისევ ბრუნდებით ქვემოთ. აქ უნდა იგრძნოთ მენჯის ფსკერიც, როგორც ჩართულია მოძრაობაში, არ ვჩქარობთ და არც ბოლომდე არ ვუჭერთ საჯდომს, ეს არ არის საჯდომზე ორიენტირებული ვარჯიში, ეს არის მენჯის ფსკერის ჩართულობაზე ორიენტირებული. შესაბამისად უნდა მივაშველოთ სუნთქვაც, სწორად, თანაბრად. ცხვირით ჩავისუნთქოთ, ასვლისას და ჩამოსვლისას ისევ პირით, საწყრობით ამოვისუნთქოთ. ერთხელაც ჩავისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ. გადავდოთ ცოტა ხანი ბურთი. ამოვწიოთ ფეხები, აი ესე. მაგიდასავით, პრესი შემოკეცილია კარგად კორპუსი. შეგიძლიათ ხელით ესე დააფიქსიროთ. ამოვიტაროთ ფეხები. ჩადის ერთი ფეხი. ბრუნდება მეორე. ბრუნდება. მიბჯენილი ვართ იატაკზე წელით. ორი. თუ ეს ვარიანტი ძალიან გიჭირთ, მაშინ მოათავსეთ ფეხები იატაკზე და პირიქით. ესე ამოიტანეთ. ადაპტირებული ვერსია. ამისი არის ეს მოძრაობა, რომელიც გირჩევნიათ. 4 5 6 7 და 8. შემოვბრუნდეთ გვერდულად. ესე, დავიხმაროთ ბურთი კვლავ. აი ესე, უფრო ღრმად შემოიტანეთ, აი ესე ბარძაყის შიდა კუნთებთან ახლოს. და აქედან ვუჭერთ ბურთს კარგად ფეხებს და ამოვდივართ ზემოთ. აი ეს. თუ ხვდებით, რომ ხელი იდაყვი ოდნავ უკან დაგჭათ, ცოტა წინ წამოწიეთ. აი ეს. ჩავისუნთქოთ. ამოვისუნთქოთ. 1 2 3 4
მიცადეთ მხარი იყოს იდაყვის ზემოთ 7 8 ვრჩებით ზემოთ 3 4 5 6 7 და 8 ბრუნდებით შემოვბრუნდეთ ისევ ზურგზე და კვლავ ასვლა ხიდებზე 1 2 აი ეს ხელებით შეგიძლიათ დააფიქსიროთ იმისთვის რომ იგრძნოთ მაქსიმალურად მენჯის ფსკერი, როგორ არის ჩართული მოძრაობაში. საკმაოდ რთულია ის, რომ მენჯის ფსკერი ვიგრძნოთ, იმიტომ რომ მისი აქტივაციაც ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სხვა ზედაპირული კუნთების. ხო, მაგალითად, საჯდომის კუნთს უფრო მარტივად იგრძნობთ ხელით შეეხები, ვიდრე, არ ვიცი, მენჯის ფსკერს, ხო? შესაბამისად, ამასაც სწავლა ჭირდება, პრაქტიკა ჭირდება, პირველივე ცდაზე შეიძლება არ გამოგივიდეთ, თუმცა რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ აუცილებლად იგრძნობთ, როგორ ერთვება პროცესში, როგორც მთლიანად კორპუსი, ისე მენჯის ფსკერი და სუნთქვის ტექნიკებიც თანდათან გაუმჯობესდება და გამარტივდება შესასრულებლად. საკმარისია. შემოვბრუნდეთ. მეორე მხარეს შევასრულოთ. წინა მოძრაობა. ესე დავიწყოთ. ცოტა შიგნით შემოიტანეთ. 1 2 3 4 5 6 7 და 8 შემოვბრუნდეთ. ესე მოთავსოთ ყვალ ფეხებს შორის ბურთი. აქედან ხელი აგვაქვს, ვასწორებთ. ნელა ვაბრუნებთ საწყის მდგომარეობაში. აქ იგრძნობთ უკვე კარგად როგორ ერთვება კორპუსი. მთლიანად ვარჯიშის პროცესში, ხო? სუნთქვა არ გვავიწყდება. ბურთი არ გვივარდება. ცხვირით ჩაისუნთქეთ. პირით ამოისუნთქეთ. ცოტა ხანი ბურთი მოვაშოროთ. ესე. ფეხი გადის უკან. არ ვიცი ბოლომდე რამდენად ჩანვარ კადრში, ვეცდები რომ ბოლომდე გამოვჩდე. საპირისპირო ხელი ფრთხილად ადის, ჩამოდის 1 2 3 4 5 6 7 და 8 გამოვაცუროთ ხელი და მოვაცუროთ ფეხი მეორე მხარეს. არ ჩქარობთ 2 3 და 4 5 6 7 და 8 გამოვაცუროთ. წვებით გვერდულად. ესე. ბურთი. საყრდენად დავიდოთ, შეგიძლიათ ხელი მოათავსოთ ასეც. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აგვაქვს ფეხი ზემოთ და ვაჭერთ ბურთს მაქსიმალურად ხელს. ვათავისუფლებთ. ჩადის, ჩავისუნთქოთ. ამით გრძნობთ, რომ როგორც კი ხელს აჭერთ ბურთს, კორპუსიც უფრო მეტად შემოჭერილია და ჩართულია მოძრაობაში. მოვისუნთქოთ, მოვტუნდეთ. 1 2 3
3 4 5 6 7 და 8 მეორე მხარეს 1 2 აქ თუ აი ამ ადგილას თუ ძალიან ჩაღრმავება ჩდება, შეგიძლიათ რომ პატარა ზომის ბალიში ან პირსახოცი დაიფინოთ, თუ დისკომფორტს გიქმნით და აქ რაღაცა ზვლები გერჭობათ, ან არასასიამოვნოა, ხო? 3 4 5 6 7 და 8 წამოვდგეთ ფრთხილად. ამით დღევანდელი ჩვენი სავარჯიშო კომპლექსი დასრულებულია. თუ ეს კომპლექსი საინტერესო იყო თქვენთვის, შეგიძლიათ ჩაერთოთ ჩემს დიასთაზის პროგრამაში, სადაც უამრავი ძალიან საინტერესო სავარჯიშო კომპლექსი დაგხვდებათ, ან დაელოდოთ მინჯის ფსკერზე ორიენტირებულ პროგრამას, რომელიც ძალიან მალე იქნება მზად და გააერთიანებს ზღვა მასალას, როგორც თეორიულს, ისე სავარჯიშოს და იქნება ყველა ქალისთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა ახალნამშობიარებია თუ არა. მოკლედ ეს პატარა ანონსი ვერ მოვიწმინე, ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვარჯიშზე. დროებით.